პოლიტიკური განცხადებები დაიწყო დღევანდელი პლენარული სხდომა საკანონმდებლო ორგანოში. უმცირესობის წევრებმა ხელისუფლება 8 თებერვლის მოვლენების და თვითმმართველობიდან თანამშრომელთა დათხოვნის გამო გააკრიტიკეს. როგორ პასუხობს უმრავლესობა ბრალდებებს მირიან გორგოძე ჩაგვერთვება საკანონმდებლო ორგანოდან პირდაპირ ეთერში მირიან გისმენთ. დიახ, ტრადიციულად ოთხშაბათი არის ასე ვთქვათ პოლიტიკური განცხადებების დღე, როდესაც საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები სესიაზე განსახილველი საკითხების წინ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ. დღესაც ორივე მხარის წარმომადგენლებმა საკუთარი განცხადებები გააკეთეს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა, ანუ საპარლამენტო უმცირესობამ გააკრიტიკა საპარლამენტო უმრავლესობა და ზოგადად ქვეყანაში ახალი ხელისუფლება, მათ გაიხსენეს ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტები ქვეყანაში. მაგალითად 8 თებერვალს განვითარებული მოვლენები შეაფასეს საპარლამენტო უმცირესობის თქმით ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლება სიძულვილის ენის გამოყენებით ცდილობს რომ მოსახლეობა განაწყოს ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ისინი დაადანაშაულეს საპარლამენტო უმრავლესობა დაადანაშაულა უმცირესობამ რომ მათ მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება მათ ახსენეს ბოლო პერიოდში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნილი ადამიანები ასევე ახსენეს მათ თვითმმართველობებზე ზეწოლები რომელსაც საქართველოს მთავრობა და ზოგადად საპარლამენტო უმრავლესობა ახორციელებს ასევე გააკრიტიკეს შინაგან საქმეთა სამინისტრო და რიგ შემთხვევაში პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს 8 თებერვალი ამის მეორე ნიმუში. ხომ არსებობს კანონი, შეიძლება არ მოგწონდეთ და მაშინ აქავართ და ვიმსჯელოთ იმ კანონზე. მანიფესტაციების შესახებ, რომელიც ცალსახად კრძალავს შენობების ბლოკირებას, შესასვლელის ბლოკირებას. მაინც ეს ხდებოდა, პოლიცია არაფერს აკეთებდა. იყო ზიზღისენა, იყო აგრესია, რომ ზოგიერთი ჩვენთაგანიც ნახეთ კადრში არც თუ მაინც და მაინც სასიამოვნო სანახავები ვიყავით ყველანი. საზოგადოების ყურადღებას მივაყრობ იმ განცხადებაზე, რომლითაც დეპუტატებს და მათ შორის მე ბრალი დამედო პოლიციელების ვითომ და შეურაცხყოფას. მთელი პასუხისმგებლობით მინდა განმაცხადო, რომ თუ კი ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა 8 თებერვალს პოლიციელებს, მათ მუნდირს და ღირსებას, ეს იყო სწორედ სამინისტროს ხელმძღვანელობის დაუგეგმავობის და უნიათობის ბრალი. რაც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობას, მათ განაცხადეს, რომ ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქვეყნის სათავეში მომხდარ ფაქტებზე ბუნებრივია ისინი პასუხისმგებლობას იღებენ, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, რადგანაც მოსახლეობაში არსებობს უკმაყოფილების გრძნობა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მისამართით, ხშირ შემთხვევაში ამას უარყოფითად იყენებენ თავად საპარლამენტო უმცირესობის წევრები და თავად ახდენენ პროვოცირებას სიტუაციის ესკალაციის მიზნით, მათ ზოგადად მოუწოდეს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს, რომ მათ შეცვალონ ტონი და რიტორიკა, თორემ სხვა შემთხვევაში ურთიერთთანამშრომლობა უბრალოდ არ შედგება და არ გამოვა. ძალიან ვთქვათ, ცოტა ისეთი რიტორიკა იყოს ჩვენთან მიმართებაში, რომელიც ჩვენს თანამშრომლობის რეჟიმს შეგვიქმნეს. თორემ ის ბატონი გიორგის მხრიდან ის გამომწვევი რიტორიკა არაფერს კარგს არ მოგვიტანს. დავანებოთ ერთმანეთის შეურაცხყოფებს თავი. დავანებოთ იმაზე აპელირებას თავი, რომ ვითომ ჩვენ ვართ სამშობლოზე მოღალატეები, ვართ დამნაშავეები და თქვენ რაც ააშენეთ 8 წლის მანძილზე დღეს ვაპირებთ ერთ დღეში დავაქციოთ. ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. და აი ამ მიდგომამ შეიძლება ისეთი ესკალაცია გამოიწვიოს ქვეყანაში, რომ თქვენ შეგწყვეტთ თქვენი გაკეთებული საქციელის უფრო მეტად, ვიდრე უნდა გწვენოდეთ იმის, რადგან 8 წლის მანძილზე აკეთებდნენ ამ ქვეყანაში. რა შემოგთავაზეს საპასუხოდ ამაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა 15 თებერვალს. რომ კონსტიტუციური ცვლილებებისათვის საჭირო კორუმის გაზრდილი იყო 2/3-დან 3/4-მდე, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელის თაობაზე ინიციირებული კონსტიტუციური ცვლილებებისათვის კენჭისყრა გადადებულიყო წლის ბოლომდე, რომ პრეზიდენტს დარჩენოდა ის უფლებამოსილებები, როგორც არის უფლებამოსილება გუბერნატორის დანიშვნის თაობაზე, ვეტოს დადების თაობაზე და სხვა. ჩვენ ვაპირებთ ორი კვირის ვადაში პარლამენტს მაინც წარუდგინოთ საჯარო მოხელთა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, ასევე ვაპირებთ მივიღოთ კონსტიტუციური ცვლილება, რაც ეხება პრეზიდენტს ერთპიროვნულ უფლებას, ასევე ვაპირებთ შექმნათ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, საარჩევნო კომისია და ყველა ეს დანაპირები რაც შევასრულეთ, რაც მივეც საქართველოს საომრჩევლეს შევასრულოთ თავიდან ბოლომდე. ამ წუთებში საგაზაფხულო პლენარულ სესიაზე გამოცხადებულია შესვენება, სხდომა გაგრძელდება 4 საათისთვის და დეპუტატები ელჩობის სავარაუდო კანდიდატებს უყრიან კენს. გარდა ამისა, დეპუტატები სხვადასხვა კანონპროექტის ირგვლივაც იმსჯელებენ დღევანდელ სესიაზე, მაგალითად მათ შორის არის თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ დეპუტატები, ამავე დროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ და საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის
ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი კანდიდატურების არჩევის საკითხის ირგვლივაც იბრძოლებენ. ამ მომენტისათვის პრეზიდენტის მიერ ამ თანამდებობაზე წარმოდგენილია ნინო კიკალიშვილისა და გია გარსევანიშვილის კანდიდატურა. ეს იყო მირიან გორგოძე პარლამენტიდან. მადლობა მირიან.